მოსვინათ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. მშვიდობის ისმის უკვე ჩემი ხმა რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ კატო და ხმის რეჟისორი მეგი მაზმიშვილი და დღევანდელი კარგი ბიჭის შესახებ რომელიც შევარჩიეს თქვენთვის მეგი ცოტა ჩემს ყურსას მესროუძეთ შეიძლება ჩვენს დღევანდელ კარგ ბიჭს ყავდათ 11 თუ 15 შვილი არის სხვადასხვა ცნობები ერთნი ამბობენ 11-ო მეორენი ამბობენ 15-ო ერთნი არ მიათვლიან სათვალავში 4 ბავშვს რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა თუმცა მის არც ერთ ტილოზე არ ჩანენ მისი შვილები 1675 წელს მისი ქვრივი წერდა ბავშვები მისთვის ყველაზე დიდი და მძიმე ტვირთი იყო არ ჰქონდა რა არანაირი საკუთარი სახსარი მათი მოვლა პატრონობისთვის ამის გამო ის მძიმე სასოწარკვეთამ შეიპყრო მას ყველაფერი მეტის მეტად ახლოს მიჰქონდა გულთან ერთხელაც გულმა ვეღარ გაუძლო და ის მიიცვალა მისი სურათების სიუჟეტი ყოველთვის ცხადი და აშკარაა ამბობს საქმეში ჩახედვილი ხალხი და ჩვენ საქმეში ჩავხედავი ხალხი ვისაც მოგწონს ეს კარგი ბიჭი ვამჩნევთ ამას ისედაც და იდუმალება განსაკუთრებული შუქის წყალობით ისადგურებს ამბობს საქმეში ჩახედვილი ხალხი და ჩვენც უბრალო მოყვარულები ამ კარგი ბიჭისა ამ შემთხვევაში ნამდვილად ვეთანხმებით მას და ამ ბიჭის სახელი იყო იან ვერმეერი უბრალოდ კი იოანეს ვერმერი ის მერე ხელახლა აღმოჩენის შემდგომ გახდა იანი თორემ მას თავის დროზე როგორც მისი ბიოგრაფი წერს და მისი ბიოგრაფია ძალიან მწირია და ამ ბატონმა ძალიან დიდი შრომა გასწია აშკარად რომ რამენაირად მაინც მოეთხრო ვერმერის შესახებ და ვერმერი მიეკუთვნება იმ ბედნიერების რიცხვს რომლებმაც ძალიან კარგი საქმეები აკეთეს მაგრამ მათი ბიოგრაფიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და რჩებენ ისეთი იდუმალები და არავინ არ იცის დანამდვილებით თითქმის არაფერი მათ შესახებ. თუ კი ასე ამაში რატომ ვაკეთებთ ამ გადაცემას, სადაც ძირითადად კარგი გოგო-ბიჭების ბიოგრაფიების შესახებ საუბრობთ, მიზეზი ალბათ ის არის, რომ იმდენად ბევრი გადაცემა არსებობს უღირს ადამიანებზე, ვისი ბიოგრაფიაც არ არის საინტერესო და ვისი ნაზრების მოსმენაც არ არის საინტერესო, რომ მე ჩვენ ვაწუხებთ უკვე ამ ძალიან კარგ გოგო-ბიჭებს, რომლებსაც ძალიან ხშირად აქვთ სურვილი, რომ მათი ბიოგრაფიის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდეს. იან ვერმერის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ იან ვერმერთან ერთად შეუძლებელი არ შემოვიყვანოთ გადაცემაში ჰენდრიკუს ვან მეეგერენი. ეს ბიჭი დაიბადება 1899 წელს და მოვადრო და ეს იტყვის ჩემი სურათები კიდევ ერთხელ იქცევა ვერმეერის ორიგინალად ფულისთვის კი არა ხელოვნების გულისთვის ხვნიდი მე მათ. აი ნახოთ რა ხდებოდა როგორ ხდება და რატომ გადაწყვეტს ჰენრიკუს მეორე ვარიანტით ჰენრიკიუს ვან მეეგერენი მაგრამ თქვენიც ნებართვით დღეს მე ჰენრიკუს გამოვიყენებ უმეტესწილად რატომ გადაწყვეტს რომ მისი სურათები იქცეს ვერმეერის ორიგინალებად ჯერ დავუბრუნდეთ თვითონ ჩვენს ბიჭს იან ვერმეერს დელფტელი სფინქსი როგორც მას მოიხსენიებენ დელფტის მარგალიტი და კვინტესენცია ჰოლანდიური ოქროს ხანისა ადრე გარდაცვლილი მცირედის შენქმნელი გვიან აღმოჩენილი პრაქტიკულად არც ერთი მისი ნამუშევრის ნახვა იმ ადგილას სადაც გეგულებათ შეუძლებელია ამბობს საქმეში ჩახედვილი ხალხი იმიტომ რომ მისი ნამუშევრები გამუდმებით და გამუდმებით მოგზაურობენ მუზეუმიდან მუზეუმში მე-19 საუკუნემდე ვერმერის ნამუშევრები მესამე ხარისხოვან ნამუშევრებად ითვლებოდა და ესე მტვერი ედებოდა სათავსოებში, საწყობებში და რიგით კერძო კოლექციებში. ხელახლა ეს ჩვენი კარგი ბიჭი აღმოაჩინეს ხელოვნებად მცოდნემ
გუსტავ ვაგენმა და თეოფილ ბიურგერმა, რომელიც ასევე ჟურნალისტობდა, თუ ბოლომდე ხელოვნებად ცოდნე არ იყო და მათ ძალიან დიდი საქმე გასწიეს იმაში, რომ მოეძიებინათ და შეეგროვებინათ მასალები მის შესახებ, ვერმეერის შესახებ, თუმცა ისე გაიტაცა ისინი ამ ყველაფერმა, რომ 66-მდე ნამუშევარი ჩამოთვალეს და მიაკუთვნეს ვერმეერს, თუმცა ასე არ იყო დღესდღეობით. ცნობილია 35, იცით რა, მე როგორც ნახე, თავისი ცხოვრების მანძილზე ერთი მონაცემით 40-45 ნამუშევარი თუ შეუქმნია, ძალიან ნელა მუშაობდა, პერფექციონისტი იყო და წელიწადში დიდი ორი ტილო შეექმნა. არის ასევე ცნობა, რომ 50-მდეც, თუმცა დღესდღეობით ცნობილია მისი 34 ნამუშევარი და არის კიდევ სულ მცირე 3 ტილო, რომელსაც სავარაუდოდ, რომლის ავტორობასაც ვერმეერს მიაწერენ, თუ კი ეს ჩემი ცნობები დაგვიანებულია და ეს დადასტურებულია, მე ვერ მოვიწიე სიმართლე გითხრათ, დადასტურებულია ეს დანარჩენი 3 ამბავიც, ასე რომ მაინცა და მაინც თავს ვერ დავდებ, რომ ამ 3 ავტორობაც დანამდვილებით არ არის განსაზღვრული და დანამდვილებით შეიძლება არის კიდეც ჩვენი ბიჭი და უბრალოდ ცნობის ნაკლებობის გამო ვერ ნახე მე ეს ყველაფერი. მაგრამ არანაირი ნაკლებობა იმის შესახებ, რომ ეს ბიჭი იყო გენიოსი, შუქისა არ არსებობს და ამბობენ, რომ მის შემდეგ ვერავინ ვერანაირად ვეღარ შესძლო და ვერ გაიმეორა ესეთი ნატიფი და ესე ნატიფად და ესე გენიალურად შუქჭრტილი არავის არ გადმოუცია. და რა აძლევდა მას საშუალებას იმისა, რომ მიეღწია ასეთი შედეგისათვის, საქმეში ჩახედვილი ხალხის აზრი იყოფა, ერთნი ამბობენ ტალანტიო, მეორენი ამბობენ ტექნიკური მოწყობილობანიო, მესამენი კი ამბობენ საგანგებო საღებავები, რომლებსაც ის თავად ამზადებდა ძალიან ძვირად ღირებული პიგმენტებისგანო და ალბათ ეს ყველაფერი იყო ერთადო, ამბობენ კიდე სხვანი და აი ამ უნიკალურმა შერწყმამ მერე მოგცა ჩვენ ესეთი წყინვალე ტილოები. შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მე სიმართლე გითხრათ, გოგონა მარგალიტის საყურე დიდად თვალში არ მომდის და მას ამით არაფერი არ აკლდება, მაგრამ სხვა ტილოები მისი ძალიან მიზიდავს და სიამოვნებით ვიხილავდი ესე უშუალოდ პირისპირ მე და ეს ტილო, რომელიმე მისი ტილო, რომ შევყროდით ერთმანეთს რომელიმე მუზეუმში. აი ჩვენი ბიჭის მერე გაყალბებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სკანდალი იქნება. და ამ სკანდალის შესახებ გეტყვით იმას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეკავშირეთა კომისიამ, რომელიც შეიქმნა ხელოვნების ეს იყო მეკავშირეთა კომისია ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებით შექმნილი და მათ დაავალეს, რომ მოეძებნათ ნაცისტების მიერ გადამალული განძეული ეს შედევრები და მათ აღმოაჩინეს ძალიან შთამბეჭდავი ქართულად როგორ არის, ბევრს რო აგროვებ რაღაცას, კოლექცია ხო ქართულად ნეოლოგიზმია. ძალიან შთამბეჭდავი კოლექცია აღმოაჩინეს ავსტრიაში ერთ-ერთ მაღაროში ჰერმან გერინგის კოლექცია და იქ იყო ტილო, რომელსაც ჰქონდა წარწერა ვერმეერი და სხვა შედევრი ვერმეერისა. ვითომ და ვერმეერისა, რომელიც 1927 წელს სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა არცაიდან და ძალიან დიდი მოთქმა გამოიწვია ამ ტილომ. აი მე ამ ცნობილი იყო, მაგრამ აი ეს რომელიც აღმოაჩინეს გერინგის კოლექციაში, მის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და თუკი და აი როდესაც მათ ნახეს ეს ტილო, მათ ამ ტილომ გაახსენათ ვერმეერის, ვითომ და ვერმეერის ქრისტე ემაუსში, ანუ თუ კი გახსოვთ სახარებიდან სცენა, ქრისტე როცა ეცხადება თავის ორ მოწაფეს და ისინი იბახშმობენ ერთად
აი ეს სცენა შექმნა მეგერენმა ოღონდ და არა ვერმერმა და მან ძალიან ისე კარგად გამოიყენა აქ თეთრი დოქი, რომელიც ძალიან ხშირად ჩნდებოდა ვერმერის ნამდვილი ვერმერის ან ვერმერის სტილოებში. და როდესაც მათ აღმოაჩინეს აი გერინგის კოლექციაში აღმოაჩინეს ვერმერი, ქრისტე და მეძავი ქალი, ატყდა ძალიან დიდი ამბავი, იმიტომ რომ შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ხატვრის, რომელიც იყო ძალიან ნაყოფიერი, შეიძლებოდა კი არა ასეც იყო ამბობს საქმეში შეხედული ხალხი, რომელიმე ძალიან ნაყოფიერი ცნობილი მხატვრის სტილო რომ აღმოეჩინათ, ესეთი დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მაგრამ რა კი ვერმერის ნამუშევრები იმდენად ცოტა იყო და იმდენად ლამის თითზე ჩამოსაფლელი, რომ თელმა მსოფლიო მიცოდა, ამას უკვე მოჰყვა ძალიან დიდი ამბავი სახელოვნებო სფეროში და ამ მეკავშირეების კომისიამ ხელოვნებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყეს ძიება, ვინ იყო ის ერის და ხალხის მტერი, ვინც ეროვნული საგანძური მიჰყიდა ნაცისტებს. კვლევა ძიება ისინი მიიყვანა ვან მეგერენთან, რომელიც 29 მაისს 1945 წლისა დააპატიმრეს და დაადანაშაულეს. ის დააპატიმრეს ძალიან სამარცხვინო ბრალდებით, სამშობლოს ღალატის ბრალდებით და ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით და თავდაპირველად კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ რატომღაც ვან მეგერენი დუმდა, არაფერს არ ამბობდა და ძალიან ჯიუტად და არაგონივრულად დუმდა, იმიტომ რომ მას საქმეში შეხედული ხალხი ხალისობს, რომ მას რომ ეთქვა როგორ მოხვდა გერინგთან, თან რასთავარი უნდა აღინიშნოს, რომ ვან მეგერენი კატეგორიულად იყო წინააღმდეგი, რომ მისი რომელიმე ნაყალბები ნაცისტებს შეეძინათ, იმიტომ რომ იცოდა, რომ აი შეიძლებოდა მსგავსი ბრალდების მიზეზი გამხდარიყო მერე ეს და მას ის ყველანაირად ცდილობდა მათთან ურთიერთობისთვის თავის არიდებას, მაგრამ ისე მოხდა, რომ მართლაც და ისე რომ მან არ იცოდა, ისე გახდა ჰერმან გერინგი მისი აი ამ ნაყალბების მყიდველი და მას რომ მოეყოლა რეალური ვერსია, შეიძლებოდა საერთოდაც გმირადაც გამოეცხადებინათ თუ როგორ გააცურა მან თავად ჰერმან ჰერინგი. მოკლედ, როდესაც მან თქვა, ამოვიდა ყელში მას ეს დუმილი და 12 ივლისს ვან მეგერენმა ძალიან მოულოდნელად დანებდა ის და განაცხადა, რომ არანაირი ეროვნული საგანძური მას მტერისთვის არ მიუყიდია და რომ თავად საკუთარი ხელით შექმნა ვერმერის ძვირადღირებული ტილო და თავისთავად ცხადია კაციშვილმა მას არ დაუჯერა. და ეს პროცესიც სწორედ ამიტომ დაიწყო, ის კი არა რომ ვინმე ზეჭვი ეპარებოდა, რომ ეს მართლაც ვერმერი იყო, არამედ იმიტომ დაიწყო, რომ როგორ მიჰყიდა ვან მეგერენმა ნაცისტებს ვერმერი, როგორ ხელი არ გაუხმა მას რო აკეთებდა. და თავდაპირველად ყველა იყო გაუგნებული, განციფრებული, შეფიქრიანებული. შემდეგ მოსთხოვეს, რომ გაემეორებინა ეს ნათქვამი და დეტალური ახსნა განმარტება მიეცა მათთვის და ვან მეგერენმა ღრმად ამოიოხრა და თქვა, რომ ქრისტე და მეძავი ქალი ტილო, რომელიც ჩემს და უნებართვოდ და ჩემს გარეშე მიჰყიდეს ჰერმან გერინგს, ეს არ არის ვერმერის ნამუშევარი, არამედ ეს არის ნაყალბები, რომელიც შევქმნი მე ვან მეგერენმა და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმეში ჯახედული ხალხი მას ეძახის ვან მეგერენს, მოიხსენიებს როგორც ვერმერის განსხეულებას, ოღონდ უკვე სხვა საუკუნეში. მოდით ცოტა ვან მეგერენის შესახებაც ვისაუბროთ, რატომ რისთვის და რატომ მოკიდა მან ამ ყველაფერს ხელი. მე რა რომ ჩვენი მთავარი ბიჭი დღეს იან ვერმერია და არა ვან მეგერენი, მაგრამ ეს კაცი ისე გადაეხლართ ამას, რომ ვეღარ გამოვხლართავთ მისგან. ვან მეგერენი დაიბადა 10 ოქტომბერს 1899 წლისა დევენტერში. მისი მამა ჰენრიკუს ვან მეგერენი იყო სკოლის პედაგოგი, კაცი ძალიან უბრალო, ხისტი
და აბსოლუტურად ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე. მან დიპლომი მიიღო ინგლისურისა და მათემატიკის პედაგოგისა დელფტის უნივერსიტეტში. ის იყო ავტორი რამოდენიმე სახელმძღვანელოსი და ქორწინდა 40 წლის ასაკში და მისი ცოლი იყო ავგუსტა, რომლის გვარიც მე ვერ მოვიძიე და ავგუსტასგან მე შეეძინა 5 შვილი. ჩვენი ბიჭის გამგრძელებელი ჰან ვან მეგერენი იყო მესამე 5 თუ შეეძინათ მე-7 როგორ იქნებოდა იყო მესამე ბავშვი და მეორე ვაჟი ამ ოჯახში და ის იზრდებოდა საშინლად მკაცრ გარემოში მას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა რომ საკუთარი მამის თვის მიემართა მანამ სანამ მრისხანე ჰენრიკუს ვან მეგერენი მას ამის უფლებას არ მისცემდა და არ უბრძანებდა როგორც ჩანს ჰან ვან მეგერენმა ეს ნიჭი მხატვრობისა დედისგან გამოხვა მას იმიტომ რომ მისი დედა ეს იყო ძალიან ნატიფი და მგრძნობიარე ქალი რომელიც 15 წლით იყო უმცროსი ქმარზე და ჰქონდა ესეთი კარგი მონაცემები მხატვრობისა მაგრამ როგორც კი დაქორწინდა ეს ყველაფერი მისი მოგრძალებული ნაბიჯები სამუდამოდ აღკვეთა მისმა მრისხანე ქმარმა და საერთოდაც როდესაც 8 წლიდან შეამჩნია რომ მისი ვაჟიც დედის გზას გაჰყვა და ხატავდა ცოლს უთხრა რომ არავითარ შემთხვევაში არ წაეხალისებინა მათი ვაჟის ეს არაჯანსაღი გატაცება და თავად ესე დამსჯელ ოპერაციას ახორციელებდა რამდენსაც დახავდა მისი ვაჟი იმდენს ნაფლეთებად და ნაკუწებად აქცევდა ყოველ ჯერზე ამასობაში ვან მეგერენი 19 წლის შეიქმნა და ის დელფტში გაემგზავრა არქიტექტურის შესასწავლად ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და როდესაც მოვიდა დრო რომ ჩაებარებინა გამოსაშვები გამოცდები ის ესე სულტაშის გრიალით ჩაფლავდა ამ გამოცდებზე განრისხებულმა მამა იყო განრისხებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დათანხმდა, რომ თავისი ვაჟისთვის მიეცა ფული, რათა მას კიდევ ერთხელ ეცადა როგორმე 1 წელი ესწავლა ამ არქიტექტურაზე, ამ წყეულ არქიტექტურაზე და იქნებდა როგორმე დაემთავრებინა ინსტიტუტი, თუმცა მან ფული თავის შულს კი არ მიისცა, უბრალოდ ყველაზე დაუნდობელ მევახშეზე სასტიკი პირობით და პირობებით ასესხა და ამ დეტალებით აღარ შეგაწუხებთ რა პირობები იყო ამ ფულის აღებმიცემობაში ჩადებული და მოკლედ მოდის დრო და ჰან ვან მეგერენი ითვლება ახალ იმედად ჰოლანდიური ფერწერისა და ის არის ძალიან ამაყი და მხნე ამითი დარწმუნებულია საკუთარ გენიალურობაში და გადაწყვეტს რომ სამუდამოდ მიატოვოს არქიტექტორის კარიერა ისე რომ არც კი აქვს წამოწყებული იმასაც კი უარს იტყვის რომ ხელმეორედ სადოს და ჩააბაროს გამოცდები ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მამა ცოფებს ყრის, მაგრამ ვაჟს როგორც ჩანს ეს უკვე აღარ აღელვებს და ის იწყებს სწავლას ჰააგის აკადემიაში ნატიფი ხელოვნებისა და რამდენიმე წლის მანძილზე თავისი ესეთი კარგი ტექნიკის წყალობით ის ძალიან პოპულარული იყო კეთილწესიერი ბურჟუების წრეში, მაგრამ ეს იყო და ეს ამას არ გასცდენია მისი პოპულარულობა კრიტიკოსებს ის თვალში არ მოსდიოდათ და ის თვლიდა რომ კრიტიკოსები მის წინაშე ვალში იყვნენ ვერ ხედავდნენ მის ტალანტს და ამიტომაც გააბრაზებულმა და გაავებულმა კრიტიკოსებზე გადაწყვიტა რომ შეექმნა ხელოვნების ნაწარმოები გაეყალბებინა რომელიმე მხატვრის ნაწარმოები იმისათვის რომ დაემტკიცებინა რომ ხელოვნების ნიმუშის ფასეულობა განისაზღვრება არა იმით თუ რამდენად მართლა ძღირებულია ეს ნამუშევარი არამედ იმით თუ რა ეტიკეტი აქვს მას მიკრული და რამდენად არის უკვე სახელგანთქმული და ნაკებ ნადიდები კრიტიკოსების მიერ ესა თუ ის ავტორი მან რატომ შეჩერა არჩევანი მაინც და მაინც იან ვერმეერზე იან ვერმეერზე მან ძალიან კარგად იცოდა რომ იან ვერმეერის შესახებ იყო ძალიან მწირი ცნობები გარდა ამისა მან ბნელით არის ძალიან დიდი ნაწილი მისი ცხოვრების მოცული იან ვერმეერისა და გადაწყვიტა რომ მოდი და შევუვსებ ამ
კარგ კაცს თავისი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელსაც ხელოვნებად მცოდნეები თვლიან, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონოდაო და ამიტომაც შეაჩერა მან არჩევანი იან ვერმეერზე და მე კი უნდა შევწყვიტე ხოთხრობა. ტიხარის შემდეგ გავგრძელოთ საუბარი. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ შევჩერდით იქ, რომ ჰან ვან მეგერენი დაბადებული დევენტერში 10 ოქტომბერს 1899 წლისა მოკრძალებული რეპუტაციის მხატვარი გაბედავს და შეეჯიბრება და გაეჯიბრება ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ოსტატს მე-17 საუკუნისა და ის იქცევა იან ვერმეერ დელფტელად და დოკუმენტები თვითონ ჩვენ დღევანდელი მთავარი ბიჭისა იან ვერმეერისა დოკუმენტები მისი ცხოვრების შესახებ არის ძალიან ისეთი არც თუ მრავალრიცხოვანი და გარდა ამისა ყველა ის ცნობა რომელიც აქ არის ასევე ძალიან მწირია და უმეტესწილად აღმოჩენილია ნოტარიალურ არქივში და ისინი საშუალებას იძლევა იმისა რომ მისი ოჯახის ისტორია რეკონსტრუირებული იყოს ესე საერთო ჯამში და თითქმის არაფერს არ გვაძლევს მისი შემოქმედების შესახებ არაფერს არ ყვება ცხადია ეს მშრალი დოკუმენტები და ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და რაც არის ცნობილი არის ის რომ იოანის ვერმეერი მონათლეს დელფტის ახალ ეკლესიაში 31 ოქტომბერს 1632 წლისა. იოანის ეს არის ლატინიზირებული ფორმა სახელისა იანი და ძალიან ხშირად სწორედ ამ სახელს ძალიან ხშირად არქმევდნენ დელფტის ოჯახებში პატარა ბიჭებს და მთელი თავის მერე ამის შემდეგ თავად არც იყენებდა ამ სახელს, აი მერე მეორე აღმოჩენის შემდეგ გახდა ის უკვე იან ვერმეერი, თორე ის თავისთვის იყო იოანის ვერმეერი. ასე წერს საქმის ჩახედვილი ხალხი ყოველ შემთხვევაში და მერე აი ნათლობის შემდეგ მთელი 20 წელი არის გამქრალი ჩვენთვის და არა მისთვის, იმიტომ რომ არაფერი არ არის ცნობილი 1653 წლის აპრილამდე მის შესახებ, როდესაც იან ვერმეერი დაინიშნება კატარინა ბოლნესზე ეს დაჭირა მისი ოჯახის წევრებს ბაბუა ვერმეერისა დედის მხრიდან იყო ყალბიფულის მჭრელი ბებია მამის მხრიდან ვაჭრობდა ძველმანებით და ასევე თეთრეულით სამჯერ იყო დაქორწინებული და ამხილესის თაღლითობაში არის შემდეგაც მან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ბიძა სამხედრო ინჟინერი სატუსაღოში იჯდა იმის გამო, რომ ის დაადანაშაულეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში, ქალაქის ხაზინის ქონების გაფლანგვაში. მამა რეინერ იანსონი ის კაფას აწარმოებდა და კაფა ეს არის ძალიან საინტერესო რამ. ეს არის ძვირად ღირებული ქსოვილი, რომელიც იქნება აბრეშუმისგან და მას აქვს შერეული მატყლი და ბამბა და ამ თავის ხელობას ის ეუფლებოდა ამსტერდამში და ამ მის სამუშაოში შედიოდა არა მხოლოდ ქსოვილის წარმოება და შექმნა, არამედ ამ ქსოვილზე უნდა შესრულებულიყო აუცილებლად ტრადიციული ძალიან რთული სახეები უნდა გამოეხატა და გამოესახა და ამას სჭირდებოდა ძალიან კარგი მონაცემები მხატვრისა და როგორც ჩანს ამ ბატონს ჰქონდა ეს მონაცემები, ძმა მისი იყო ქვისმთლელი და ის ორჯერ გაემგზავრა სამშობლოდან ბედის საძიებლად, მაგრამ ორჯერვე ძალიან წარუმატებლად დაამთავრდა ეს ამბავი. მოკლედ ოჯახი არც თუ ისეთი ოჯახი იყო თითით საჩვენებელი, სხვა მხრივ შეიძლება იყოს თითით საჩვენებელი ამ ზემო ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მაგრამ ღმერთო მომკალე, ოღონდ ამ ოჯახში ჩემი ქალიშვილი შევიდესო, ესეთი ოჯახი ნამდვილად არ იყო, ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, თან მიეკუთვნებოდა საშუალო კლასზე დაბალ ფენას და მოკლედ დიდის სიხარულით არ შეხვედრია კატარინა ბოლნესის დედა იმას, რომ იოანის ვერმეერზე დაქორწინებულიყო მისი ქალიშვილი.
1653 წელს დაქორწინდნენ ისინი და ამ ქორწინებისთვის ვერმეერს მოუწია რომ კათოლიკობა მიიღო და დაახლოებით რაღაც სამკვირაში უნდა მოესწრო ის რომ კათოლიკობა მიიღო ის პროტესტანტული ოჯახიდან იყო კატარინა კი იყო კათოლიკური ოჯახიდან და თვითონ კატარინა ბოლნესი მიეკუთვნებოდა ესე შეძლებული კათოლიკეები იყვნენ მისი ოჯახი და ამის თვითონ ეს ქორწინება მარია ტინს კატარინას დედას ძალიან დიდხანს არ უნდოდა და ძალიან დიდხანს არ იძლეოდა ამაზე თანხმობას იმიტომ რომ ესეთი საეჭვო რეპუტაციის ოჯახიდან იყო ეს ჩვენი ბიჭი იან ვერმეერი თან პროტესტანტული ოჯახიდან იყო და მართლმორწმუნე მართლმადიდებელმა რო კათოლიკო მოიყვანეს ხო ეს ჩვენთვის რა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არ მგონია იმას წინდეს ვისი სახელითაც ეს ყველაფერი ხდება და მოკლედ ეს და გარდა ამისა რომ ბაბუა ყალბიფულის მჭრელი ბიძა ყოფილი ტუსაღი გაკოტრებული ბებია და მამა რომელიც კი კაფას აწარმოებს მაგრამ დუქანიც აქვს და ასევე მარია ტინს საერთოდ არ მოსდიოდა თვალში ის რომ ვერმეერის სიძე ანუ მისი დისკმარი უბრალო მეფუნთუშე იყო და თვითონ და ხო საერთოდ უბრალო მოახლე გოგო იყო და მაგრამ ვერმეერებს თუ ეს პრობლემები ჰქონდათ სამაგიეროდ ბოლნესები რომლებიც კათოლიკეები იყვნენ მეორე ხარისხის მოქალაქეებად ითვლებოდნენ ქალაქში სადაც გამეფებული იყო პროტესტანტიზმი და მარია ტინსის დაყოლება როგორ მოხდა არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ მას თავის ქმართან რაინერ ბოლნესთან ჰქონდა ძალიან რთული ურთიერთობა ამ კაცარენ არ ეზარებოდა მარია ტინსზე ხელისაწევა და საქმე იქამდე მივიდა რომ 1651 წელს მარია ტინსმა მოახერხა და მიიღო განქორწინება და სასამართლო პროცესით მას მიენიჭა თავისი ქმრის ქონების ნახევარი და ასევე თავის ქალიშვილებზე კორნელიასა და კატარინაზე მეურვეობა. ამის მერე მისი ქმარი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საბოლოოდ გაკოტრდა მათი ვაჟი ვილემი, რომელიც ესეთი ბობოქარი ზნით გამოირჩეოდა, მამის მეურვეობის ქვეშ დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებით და ამის შემდგომ ესეთი სავალალო გადაწყვეტილების შემდეგ ის ძალიან მალე ამოყობს თავს გამოსასწორებელ სახლში, რომელიც განკუთვნილია დამნაშავებისათვის და სულით ავადმყოფებისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე დათანხმდა ეს მარია ტინსე როგორც იქნა ამ ქორწინებას მან განაცხადა და მოითხოვა რომ მისი ქალიშვილის ქონება განცალკევებული ყოფილიყო მისი სიძის ქონებისაგან რომელსაც გულდენი არებადა ავიენები ამბობენ და როგორც ჩანს მარია ტინსე სწორედ ამას ერიდებოდა და ამისი ეშინოდა რომ ფიქრობდა რომ ეს ჩვენი ღარიბი და ღატაკი ბიჭი კიდევ რომელიც არ არის დელფტელი სფინქსი და უბრალო ბიჭია და დამწყები მხატვარი ადრე თუ გვიან განიავებდა მისი ქალიშვილის კატარინას ქონებას. თავიანთი ცხოვრების ესე ოჯახური ცხოვრების დასაწყისში ვთქვი უკვე კიდეც რომ ვერმეერს გულდენი არებადა, ამიტომაც 29 დეკემბერს 1653 წლისა, როდესაც ის ხდება დელფტის წმინდა ლუკას გილდიის წევრი, როგორც ოსტატი მხატვარი, მან აქ იყო საწევრო გადასახადი, ამ საწევროს გადახდა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოახერხა ისიც ისევ და ისევ მარია ტინსეს დახმარებით, რომელმაც მათ ცოლ-ქმარ ვერმეერს 300 გულდენი მისცა და 300 გულდენის არ იყო მცირე თანხა, საშუალო შეძლების ოჯახს და ამ თანხაზე მთელი წელი შეეძლო თავი ამ თანხით შეეძლო წლის მანძილზე გაეტანა თავი. რაც ეხება ვერმეერის პედაგოგებს, ამაზე არსებობს უამრავი ვერსია, თუმცა დანამდვილებით არაფერი არ არის ცნობილი. ყავდა მას რომელიმე ცნობილი მხატვარი მართლაც და მასწავლებლად თუ მხოლოდ და მხოლოდ მამის მიერ ჩატარებული გაკვეთილებით შემოიფარგლებოდა მისი განათლება ფერწერაში, ამაზე
არაფერი არ არის ცნობილი. დელფტში იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ბიჭი ცხოვრობდა, დაახლოებით 30,000 ადამიანი ცხოვრობდა და არც თუ ისე ცოტა მხატვარი იყო, ძალიან ესეთი სახელმოხვეჭილი. 1654 წელს აქ გადმოსახლდა მხატვარი იან სტენი, რომელმაც იჯარით აიღო ლუდხანა ამ ქალაქში და ძალიან მალე მას შემოუერთდა პიტერ დე ხოხი, ესეც ერთი კარგი ბიჭი. გილდიის შეკრებებზე მხატვრების გარდა იან ვერმეერს ურთიერთობა უწევდა კერამიკოსებთან, ასევე მეშუშეებთან, მოქანდაკეებთან, იმ ადამიანებთან, ვინც ვაჭრობდნენ ხელოვნების ნიმუშებით. თვითონ წიგნებით მოვაჭრეებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დანარჩენი სხვა მხრივ მისი ცხოვრება მაინც და მაინც მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. არანაირი მუსიკალური კონცერტები, არა თეატრი, არა ლიტერატურა, თუ კი არ ჩავთვლით რელიგიურ პოეზიას და თავად ვერმეერი ხატვის გარდა სავარაუდოდ რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავდაო წერს საქმეში ჩახედული ხალხი, თუმცა ისინი წერენ ორჭოფებად უკრავდა თუ არ უკრავდა. თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ ის წიგნებს კითხულობდა, იმიტომ რომ არის მისი გარდაცვალების დღეს შედგენილი სია არსებობს და აქ არის შეტანილი 5 წიგნი, 5 ტომი, ინფოლიო და ასევე კიდევ 25 სხვა წიგნი. და დღესდღეობით შეიძლება ეს ბიბლიოთეკა ძალიან მწირად მოგვეჩვენოს ცხადია, მაგრამ თუ კი გავიცვალისწინებთ იმას, როგორი ძვირი იყო მაშინ წიგნები და როგორ ხელმოკლე ცხოვრობდა ჩვენი ბიჭი, მაშინ ეს ბიბლიოთეკა ხაცეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შემდეგ დგას რიგში. როდესაც ვერმეერი 1662 წელს აირჩიეს გილდიის დეკანად, უკვე ისეთი დრო არის, როდესაც დელფტი როგორც სახელოვნებო ცენტრი ნელ-ნელა კარგავს თავის სახელსა და დიდებას და ნელ-ნელა გადადის მოდიდან მხატვრებს შორის. ჩვენი ბიჭი არის უფრო და უფრო მარტო და მაინც და მაინც დიდი ყურადღებით არ არის განებივრებული პუბლიკისა, არც მიმდევრები არ უნდა ჰყავდეს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში არანაირი ცნობა იმისა, რომ მის სახელოსნოში შეგირდების ჯგუფი იკრიბებოდა, არ არის შემორჩენილი და უმნიშვნელოვანესი ლექსიკონი ჰოლანდიური ხელოვნებისა, მე-17 საუკუნის ჰოლანდიური ხელოვნებისა, რომელიც ამსტერდამში 1718-1721 წლებში გამოქვეყნდა, აი ამ ლექსიკონში მისი სახელიც კი არ არის შეტანილი და მისი თანამედროვენი მხოლოდ 4-ჯერ მოიხსენიებენ ტექსტებში მის სახელს. ერთ-ერთი მისი თანამედროვე, რომელიც იან ვერმეერის სახელს მოიხსენიებს, ის იყო ფრანგი კოლექციონერი, რომელიც აგვისტოში 1603 წლისა ეწვია ვერმეერს და სურდა ენახა მისი რომელიმე ნამუშევარი, რათა ამის მიხედვით გადაეწყვიტა რა მხატვარი იყო ეს ჩვენი ბიჭი, თუმცა ვერმეერს შინ არ აღმოაჩნდა არც ერთი სურათი, ერთნი ამბობენ რომ უბრალოდ არ აღმოაჩნდაო, მეორენი ამბობენ არ აღმოაჩნდა კი არა და არ უნდოდა და არაფერიც არ ეჩვენაო. ასე იყო თუ ისე იყო, ეს მონდომებული ფრანგი კოლექციონერი გააგზავნეს მეფუნთუშესთან ჰენდრიკ ბიუიტენთან, რომელსაც სავარაუდოდ ჰენდრიკ ბიუიტენთან, რომელსაც ჰქონდა შეძენილი, სადაც იყო გამოფენილი ვერმეერის ნამუშევარი და რომელიც იყო შეფასებული 300 გულდენად. ფრანგმა კოლექციონერმა ხელები გაასავსება, ამაში 60 გულდენზე მეც არ გადავიხდიო. ის მერე დაჰყავდათ და გადადიოდა სხვადასხვა მხატვრების სახელოსნოებში, მიდიოდა ზოგმა 600 გულდენი მოსთხოვა, ზოგმა 300, ზოგმა 200, მაგრამ ეს ჩვენი ფრანგი კოლექციონერი გადაჭრით ამბობდა 60 გულდენი არც მეტი და არც ნაკლები, ამიტომ ისე გაემგზავრა დელფტიდან, რომ არაფერი არ შეუძენია. თვითონ ვერმეერი პერფექციონისტი იყო და ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა, ისედაც მაინც და მაინც დიდი შემოსავალი არ ჰქონდა თავისი სურათებიდან და ამ სურათების ნახევარი 1657-65 წლებს შორის ძირითადად მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამკვეთმა შეიძინა კაცმა სახელად პიტერ
კლაისზონმა. ეს იყო ძალიან დიდარი დელფტელი კოლექციონერი და ეს იყო უახლოესი მეგობარი ვერმერის, იმდენად ახლო მეგობარი, რომ მისმა ცოლმა მარია დეკნიუტიმ, როდესაც ის ადგენდა ანდერს, განკარგულება გასცა, რომ ვერმერისთვის 500 გულდენი გამოეცათ. გარდა ამ წვრილისა იყო კიდევ ცნობილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებმაც შეიძინეს ვერმერის სიცოცხლეშივე შეიძინეს მისი თუნდაც ერთი ნამუშევარი. ეს არის დიეგო დუარტე, ანტვერპენელი ბანკირი, ჰერმან ვან სვოლი, ამსტერდამის ბანკის კონტროლიორი და უკვე ერთხელ ზემოხსენებული შეძლებული დელფტელი მეფუნთუშე ჰენდრიკ ვან ბიუიტენი. რომ არა მარია ტინსეს მუდმივი დახმარება, ჩვენი ნატიფი იან ვერმეერი ვერანაირად ვერ შესძლებდა იმართს, რომ თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოეკვება და იმიტომ რომ მას გამომდინარე იქიდან რომ არასოდეს არ ქონდა საკუთარი ფული, გამუდმებით სჭირდებოდა რომ რაღაც დამატებითი შემოსავალი ეძებნა და გადაწყვიტა რომ ევაჭრა ხელოვნების ნიმუშებით, ისევე როგორც ამას აკეთებდა მისი მამა, რომელსაც დუქანიც ჰქონდა, ამ ქსოვილებსაც აკეთებდა და ხელოვნების ნიმუშებითაც ვაჭრობდა. ივლისში 1675 წლისა ვერმეერი სასოწარკვეთილია, უკან და უკან მიდის მისი საქმეები, ის მიემგზავრება ამსტერდამში, რათა იქ ვაჭარ იაკობ რომბაუტს სთხოვოს სესხად 1000 გულდენი. დეკემბრის შუა რიცხვებში ჩვენი ბიჭი მოულოდნელად ლოგინად ჩავარდა და რამდენიმე საათის შემდეგ მიიცვალა. ის იყო მხოლოდ 43 წლის. მერე ვერმეერის სურათები, ისევე როგორც მისი შვილები, მთელ ჰოლანდიაში მიმოიფანტნენ. მერე მისმა სურათებმა ჰოლანდიის საზღვრებიც დატოვეს და მერე დიდი ხნით დაივიწყეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან ის სავსებით დაივიწყეს, თუმცა მერე იან ვერმეერი ესე განსაცვიფრებლად დაბრუნდა და ეს იყო დამსახურება ორი კარგი ბატონისა, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ მისი ნამუშევრებით და იმისათვის რომ ვან მეეგერენიც უნდა გავიხსენოთ, ახლა უკვე ესე მოვიდეთ რომ გავიხსენოთ ვან მეეგერენი, იმისათვის რომ დარწმუნებულიყო რომ შეძლებდა თუ არა რომ აი ვერმეერის სიმაღლისთვის მიეღწია, 4 წელი დასჭირდა ვან მეეგერენს ამ ყველაფრის გასარკვევად, დასადგენად ამ ყველაფრის მისაღწევად და ის თავის სტუდიაში იყო ჩაკეტილი და ამ ტექნიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული, მაშინ როდესაც პიკასო გერნიკაზე მუშაობდა და პიტ მონდრიანი ქმნიდა კომპოზიციას წითლითა და შავით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც საქმეში ჩახეტილი ხალხი წერს, ეს იყო პერიოდი, როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში კიდევ ერთი მორიგი რევოლუცია ხდებოდა. ვან მეეგერენი ცდილობდა მე-17 საუკუნის ნამდვილ ტილოზე ხატვა ესწავლა, ისე როგორც ამას იან ვერმეერი აკეთებდა. მან ძალიან კარგად იცოდა რომ არანაირი ქიმიური ანალიზი არ ჩაუტარდებოდა მის ნაყალბებს, მაშინ მოგეხსენებათ არ იყო ამდენი საშუალება დამტკიცებისა და გარკვევისა, ნამდვილი იყო თუ არა ესეთვის ნამუშევარი. კეფარასაც უგრძნობდა და ტანში როგორც გააჟრიალებდა ამა თუ იმ ხელოვნებად მცოდნეს, იმის მიხედვით ფასდებოდა ეს ყველაფერი და გარდა ამისა, თვითონ ხელოვნებად მცოდნები ესეთ თეორიებს აგებდნენ და ესეთი ინტერპრეტაციები ჰქონდათ, რომ როდესაც რაიმე ესეთი ტილო გამოჩნდებოდა, თუნდაც ნაყალბები, მათ თვალზე ბინდი ეკვრებოდათ, ოღონდაც მათი თეორია გამართლებული იყო და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალა ვან მეეგერენმა და მან შვენიერი ქონება შეაგროვა ამით და თავიდან თუ კი უნდოდა რომ გამოეცხადებინა რომ აქაუდა მე ვარ ეს კაცი და არა იან ვერმეერიო, დიდი თანხა როცა შემოუვიდა, გადაიფიქრა ეს ყველაფერი თავიდან ხელოვნებისთვის დაწყებული ამბავი, მერე ხელოსნობად გადაიქცა. ჩვენს კარგ ბიჭს რომ დავუბრუნდეთ, იან ვერმეერს მისით აღფრთოვანებული იყო მარსელ პრუსტი და მას აღფრთოვანებდა სწორედ ის, რომ ვერმეერი იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი მხატვარი მთელი ისტორიის მანძილზე ხელოვნებისა და ამ დელფტელი ბიჭის გარშემო ყველაფერი იყო ბურუსით მოცული და გაურკვეველი.
და საუკეთესო სცენებშიც ვერმეერის არ იყო არაფერი ისეთი ნაძალადები, არაფერი დიდაქტიკის მსგავსი და პრუსტი ესე ხელს აწერდა ყოველგვარი უპირობა დაწერდა ხელს იმას, რომ ვერმეერი ეს არის გენიოსი მონასმისა და რომ მას აქვს ვირტუოზული უნარი, აქვს დეტალების გამოსახვისა, ეს იუველირული სიზუსტით გამოსახვისა და მისი ფერის შესახებ ხო საერთოდ აღფრთოვანებული იყო მისი ფერის ელვარებით და ყველაზე მეტად ვერმეერის ნამუშევრებში მარსელ პრუსტს სწორედ აღელვებდა ის, რომ მასში რაღაცა მოუხელთებელი აზრი და ისეთი თეატრალურობა კომპოზიციისა ეს იზიდავდა. ვინსენტ ვან გოგი თავის ბრატ ერჩვენერ დღეს ჯარიმები რო შემოიღონ ბილინგვებისთვის, ვისაც ორი ენა თავში უტრიელებს და ვეღარ გაუგიათ რომელზე ლაპარაკობენ, ალბათ გავგოტრდები. ვინსენტ ვან გოგი თავის ძმას თეოს აგვისტოში 1898 წლის აწერდა. ვერმეერს წარმოსახვა არ აქვს, ამაგიორად საოცარი განსაცვიფრებელი გემოვნება აქვს და უზადო გრძნობა აქვს კომპოზიციისა. და იან ვერმეერი საქმეს ჯაყიდული ხალხი ამბობს აშკარად არანაირად არ ცდილობდა იმას რომ განეცვიფრებინა ნახველი მისი ტილოებისა და მისთვის თავარი იყო ესე ბოლომდე გათვლილი და სრულყოფილებამდე მიყვანილი კომპოზიცია და გარდა ამისა ისევ როგორც საქმეში ჯაყიდული ხალხი ამბობს იან ვერმეერის ნამუშევრები ეს არის სარკე რომელიც ირეკლავს იმას, რაც სინამდვილეში სარკეში არ ჩანს. ესეთი საინტერესო ბიჭი იყო იან ვერმეერი და ესე საინტერესოდ ცოტა არის მის შესახებ ცნობილი და ტოვებს იმის სურვილს, რომ რაც შეიძლება მეტი იცოდე, მაგრამ არის მისი ტილოები, რომლების ნახვაც შეიძლება თუ კი თქვენ ამის სიამოვნება გექნებათ. რაჯობია ამას, რაც შეეხება ამ ჩვენს ვან მეეგერენს, ის გარდაიცვალა ისე როგორც იან ვერმეერი ისიც გარდაიცვალა სიღატაკეში. ესეთი იყო აი ამ ორი ბიჭის არსებობა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სივრცეში. ჩვენი გადაცემა დასრულდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. 12 საათის შემდეგ თქვენ როგორც ყოველთვის კოდექს აუდიო გალოდებათ მიშა მიმინაშვილთან ერთად. უსმინეთ რადიო იმედს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.